მოგესალმებით, ეთერშია ენერგომეტრი. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ენერგეტიკის შესახებ და დღეს ვეხებით თემებს, რომლებიც უშუალოდ თქვენ აბონენტებს გეხებათ. ვისაუბრებთ მომხმარებელთა უფლებებზე, ინტერესებზე, ენერგეტიკის სფეროში არსებულ რეგულაციებზე და რა თქმა უნდა, მომსახურების ხარისხზე. ჩვენი სტუდიის დღევანდელი სტუმარია ენერგოპრო ჯორჯია ჰოლდინგის მომხმარებელთა ურთიერთობის მენეჯერი გიორგი ნაცვლიშვილი. მასთან ერთად განვიხილავთ ყველა იმ სიახლეს, რაც ამ მიმართულებით არის და გავარკვევთ, როგორ აისახება ეს ცვლილებები თქვენზე. დარჩით ჩვენთან, საინტერესო გადაცემა იქნება. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ბექა. დავიწყოთ ზოგადი კითხვით. 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რითაც მნიშვნელოვანი ვალდებულებები ავიღეთ ენერგეტიკის სფეროში ევროპული კანონმდებლობის დანერგვის კუთხით. რა ცვლილებები შემოიტანა ევროპულმა რეგულაციებმა აბონენტთა უფლებებთან დაკავშირებით? პირველ რიგში დასავლური პრაქტიკა ითვალისწინებს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას, მომხმარებელთა უფლებათა დაცვას, მომსახურების ხარისხის დასს და პერსპექტივაში მიწოდების კუთხით კონკურენციის ზრდას. 2021 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ იქნა მიღებული ნომერ 19 დადგენილება, რომლის მიხედვითაც ქსელის ოპერატორი და მიმწოდებელი კომპანიების ფუნქციები გაიმიჯნა. რა არის ამ დადგენილების მთავარი მიზეზი? ამ რეფორმების მთავარი მიზანი არის ღია და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზრების შექმნა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება მიწოდების და მომსახურების ხარისხის ზრდაზე მომხმარებლისთვის. მიმწოდებელი ელექტროენერგიას აწვდის მომხმარებლებს, ხოლო ქსელური კომპანია პასუხისმგებელია განაწილების სისტემის გამართულ მუშაობაზე. ხშირად აბონენტებს უჭირთ ამ ორი ფუნქციის გამიჯვნა, იქნებ კიდევ ერთხელ განმარტოთ, რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მომხმარებელმა მიმწოდებელს და რა შემთხვევაში ქსელურ კომპანიას. დიახ, ხა სწორად გაუსვით ხაზი ფუნქციების გამიჯნას. გამონაწილებელი კომპანია, ანუ ქსელის ფლობელი კომპანია, ჩვენ შემთხვევაში ენერგოპრო ჯორჯია პასუხისმგებელია ქსელის ექსპლუატაციაზე და მის განვითარებაზე. ქსელში იგულისხმება ქვესადგურები, გადამცემი ხაზები, ტრანსფორმატორები, მრიცხველები, ბოძები, მოკლედ მთელი ეს ტექნიკური მხარე. და მომხმარებელს თუ აქვს რაიმე სახის პრობლემა, მაგალითად ძაბვასთან დაკავშირებით აქვს მაღალი ან დაბალი ძაბვა, ან მრიცხველზე თვლის, რომ არასწორად აღრიცხავს მომხმარებულ ელექტროენერგიას, განცხადებით ან ზარით უნდა შეატყობინოს გამონაწილებელ კომპანიას და შესაბამისად რეაგირება იქნება გამონაწილებელი კომპანიისგან. ასევე თუ როცა მომხმარებელი აპირებს ახალი სახლის ან კომერციული ობიექტის აშენებას, ან უკვე აშენებული აქვს ეს სახლი და უნდა ქსელზე დაერთება, ასევე განცხადებით უნდა მიმართოს გამონაწილებელ კომპანიას, რომ მოხდეს მისი მოთხოვნის განხილვა. რაც შეეხება მიმწოდებელს, მიმწოდებელი კომპანია ჩვენ შემთხვევაში არის ებ-ჯორჯია მიწოდება, რომელიც პასუხისმგებელია დარიცხვასთან დაკავშირებულ მომხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე იგი არის პასუხისმგებელი ქვითრის მომზადებაზე და დარიგებაზე. პლუს კიდე მიმწოდებელი კომპანია ითხოვს მომხმარებლის გათიშვას ან ჩართვას ქსელის ფლობელი კომპანიისგან. ენერგოპრო ჯორჯიასგან. შესაბამისად, მომხმარებელს თუ აქვს რაიმე ტიპის შეკითხვები ან პრობლემები დარიცხვასთან დაკავშირებით, შეიძლება იყოს დეპოზიტის დარიცხვა, თუ მიმდინარე დარიცხვა, ასევე ქვითართან დაკავშირებით, ამ თემებზე უნდა მიმართოს მიმწოდებელ კომპანიას. აქვე მინდა დავამატო, რომ მიმწოდებელი კომპანია პასუხისმგებელი ქსელური კომპანიის აბონენტის ნომერზე, რომ დაარეგისტრიროს ახალი მომხმარებელი. შესაბამისად, ახალი მომხმარებელი ან სახელის ცვლილება თუ აი ვიღაცამ თუ ბინა იყიდა მაგალითად და უნდა რომ შეიცვალოს დასახელება, ამაზე ქსელური კომპანია პასუხისმგებელი რომ მოახდინოს რეაგირება. კომპანიებთან მომხმარებლების ურთიერთობის საშუალებები და გზები. რამდენად დაიხვეწა ბოლო წლების განმავლობაში და ზოგადად რა საშუალებებია ესენი? ამაზე როგორ საუბრობთ ბატონო? დიახ, ყოველ წელს უფრო და უფრო იხვეწება
მომხმარებელთან ურთიერთობის საშუალებების და გზებიც და ახალი არხებიც ჩდება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ერთი რომ თვითონ მომხმარებელიც იზრდება თავის მოთხოვნებში, უფრო დეტალური ხდება და უფრო მომთხოვნი ხდება კონკრეტული საკითხების და პრობლემების გადაწყვეტაში, უფრო მეტ ინტერესი ჩენს შესაბამისად ჩვენც ვალდებულები ვართ რომ მივყვეთ ამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ამ მომხმარებლის მოთხოვნებს. რა თქმა უნდა მომსახურების არხებთან დაკავშირებით გვაქვს ტრადიციულად მომხმარებლის ვიზიტები, რომელიც კომპანიის სერვის ცენტრებში შეუძლიათ მოვიდნენ და ვიზიტის საფუძველზე რაღაც თავის მოთხოვნა დააფიქსირონ. გვაქვს call center-ის ზარები, რა თქმა უნდა, ვებ-ჩატი, გვაქვს ასევე ვებ-სერვისები, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია კომპანიის ვებ-პორტალიდან გააკეთოს ესა თუ ის მოთხოვნა და გამოაგზავნოს ესა თუ ის განაცხადი. რამდენად მარტივია ეს პროცესი მომხმარებლისთვის? ეს პროცესი ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით 2024 წლიდან ვეცადეთ რომ მაქსიმალურად გაგვემარტივებინა ეს ყველაფერი. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ დისტანციური სერვისების გამართვას. ეხლა ეს საკითხი საინტერესოა, მინდა დავუბრუნდეთ ნამდვილად ამ საკითხს. მომხმარებლების უმეტესობა ზოგადად დისტანციურ საშუალებებზე არის გათასული, ესე რომ ვთქვათ რა. როგორ მუშაობს თქვენი დისტანციური სერვისი? ამაზე განმარტება რო გავიკეთოთ და აგვიხსნათ ეს პროცესი როგორია. კი, აუცილებლად. როგორც აღნიშნე 2024 წელს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ამ სფეროს. იმიტომ რომ მომხმარებლის მოთხოვნაც არის რომ რაც შეიძლება მეტი სერვისი მიიღონ ხელმისაწვდომად დისტანციურად და ჩვენც შევეცადეთ რომ გაგვემარტივებინა ეს ყველაფერი, გავამარტივეთ განცხადების ფორმები. პირველ ეტაპზე გავაკეთეთ ვებ-პორტალი, ანუ ვებ-გვერდზე გავაკეთეთ სპეციალური პორტალი, სადაც მომხმარებელს ნახევრად ავტომატურ რეჟიმში შეუძლია შეავსოს განაცხადი, პირობითად რომ დააფიქსიროს თავის მოთხოვნა, რომ უნდა მრიცხველის შემოწმება, იქ პორტალი თვითონ ავტომატურ რეჟიმში ავსებს განცხადებას და ეს განცხადება შემდგომ იგზავნება კომპანიის დოკუმენტ ბრუნვის პროგრამულ უზრუნველყოფაში და რეგისტრირდება მომართვად. მეორე ეტაპი რაც ვქენით ასევე გასულ წელს ცალკე ჯგუფი შევქმნით დისტანციური მომსახურებისთვის, რამაც ფაქტიურად ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მომხმარებლის მხრიდან. ეს არის კონკრეტული ჯგუფი, რომელიც სატელეფონო ზარის მეშვეობით ახორციელებს მომხმარებლის მომსახურებას. აწერინებს უпростоრად თვითონ ავსებს განცხადებას. ფაქტობრივად აი სერვის ცენტრში სტუმრობისას რა განაცხადის შევსება შეუძლია ჩვენს მომხმარებელს, იგივე მომსახურებას უწევს დისტანციური სერვისი. 95% სერვისების მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სერვის ცენტრში ვიზიტის გარეშე კონკრეტულ დისტანციური მომსახურების ჯგუფის ნომერზე დარეკვით. ეს ნომერია 032 212 17 17. შესაბამისად ამ ნომერზე დარეკვით მომხმარებელი გადის ტელეფონის ნომრით ვერიფიკაციას, წამოაყენებს თავის მოთხოვნას, პირობითად მრიცხველის შემოწმებას, დისტანციური მომსახურების კონსულტანტი შეავსებს ამ განცხადებას, მის მაგივრად, რაც ასევე მისდის SMS-ის სახით PDF ფორმატში რომ გაეცნოს და თანხმობის შემდეგ ეს განცხადება მოხდება დოკუმენტ ბრუნვის პროგრამაში, შესაბამისად ვიზიტის აუცილებლობა არის ფაქტიურად ამოვარდნილი. რო დავიწყეთ პირველ თვეს ჰქონდა 44 ესეთი განცხადება დისტანციური, ეხლა უკვე 2000 გადააჭარბა. შესაბამისად, თან ყოველთვე არის მზარდი ტენდენცია ასეთი ტიპის მომსახურებაზე.
როგორც ვიცით, რაღაც მომსახურების ნაწილი იუსტიციის სახლებშიც გადაიტანეთ. რა პროცესია, რა განცხადების დაწერა შეუძლიათ იუსტიციის სახლების ფილიალებში მომხმარებლებს და აქ რამდენად არის მომართვიანობა ან სტატისტიკა მაღალი ან მზარდი? ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, მომსახურების ხელშეკრულება იუსტიციის სახლთან. იუსტიციის სახლები, როგორც მოგეხსენებათ, განლაგებულია მთელი საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა დაბასა თუ ქალაქში, შესაბამისად, ხელმისაწვდომობა არის ძალიან მარტივი. შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია მივიდეს იუსტიციის სახლში და იქაც დაახლოებით 90% მომსახურება მიიღოს იუსტიციის სახლის ოპერატორთან. იქაც შეუძლია განცხადების შევსება, რომელიც ასევე ისახება ჩვენ დოკუმენტბრუნვის ბაზაში. პირობითად თუ ვერ ახერხებს კოლ-ცენტრის, დისტანციური მომსახურების ან და სერვის ცენტრში ვიზიტს და მის მუნიციპალიტეტში სახლთან ახლოს არის იუსტიციის სახლის სერვის ცენტრი, რაღაც გარკვეული მომსახურებები, ენერგოპრო ჯორჯიას, ჰოლდინგის მიწოდების თუ ასე შემდეგ, შეუძლია რომ მიიღოს მათ სერვისებში, ხო? დიახ, სწორად გაიგეთ. ასევე კიდევ ერთი არხი გვაქვს მომხმარებელთან ურთიერთობის, ეს არის SEMEC-თან ერთად შექმნილი USSD მობილური პორტალი PIPK 303DS-ის აკრეფით და კიდევ რამოდენიმე რილაკის აკრეფით მომხმარებელს შეუძლია გადმოსცემს კომპანიას თუ რა პრობლემა აწუხებს, მაგალითად არის იქ ჩამონათვალი ძაბვასთან დაკავშირებით შეუძლია აკრიფოს და კომპანია მომენტალურად იღებს შეტყობინებას, რომ კონკრეტულ მომხმარებელს აქვს ძაბვასთან დაკავშირებული პრობლემა, ან ელექტროენერგიის ხშირი წყვეტა, ან იგივე დეპოზიტის დარიცხვა. რამდენი შედეგიანია მუშაობს ეს შემოგდის შეტყობინებები? კი, პრაქტიკაში მუშაობს საკმაოდ ინტენსიურად. ბოლო წლებს გადავხედოთ, ძალიან განვითარდა ხელმისაწვდომობა სერვისის და, რა თქმა უნდა, რეაგირებაც ამ ყველაფერზე. შეჯამების ნაწილისკენ რო გადავინაცვლოთ, რა გეგმები აქვს თქვენს კომპანიას აბონენტთა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით ევროპული სტანდარტების შესაბამისად? რა თქმა უნდა, ვეცნობით ევროპული და მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ციფრული ტექნოლოგიების ერაში. შესაბამისად, ვალდებულებიც ვართ, თუ არ ჩამოვჩეთ მსოფლიო ტენდენციებს ამ კუთხით. და პირველ რიგში ვფიქრობთ, რომ განვითარდეთ ზუსტად პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილში. არის თუ არა რაიმე კონკრეტული პროექტები ან ინიციატივები, რომლებიც მალე დაინერგება, მაგალითად ახალი აპლიკაცია, ონლაინ ჩეთის გაუმჯობესება, კოლ-ცენტრის მუშაობის ოპტიმიზაცია ან რაიმე მსგავსი? რა თქმა უნდა, გვაქვს მიმდინარე პროექტიც, რომელიც მიზნად ისახავს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლის ნებისმიერი არხიდან შემოსული მომართვა ესიერად გადაეცემა საველე პირობებში ყოფ სპეციალისტს და ეს პროგრამა უზრუნველყოფს მთელი ჯაჭვის მონიტორინგს და რა თქმა უნდა მომსახურების ხარისხის ზრდაც იქნება და სისწრაფეც იქნება გარანტირებული. ასევე როგორც ვახსენე, ვცხოვრობთ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში და ვაპირებთ ხელოვნური ინტელექტის კომპონენტის დანერგვას მომხმარებელთან წერით კომუნიკაციაში, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ვებ-ჩატის კომპონენტში და ასევე ვაპირებთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამომავლოდ კოლ-ცენტრის ნაწილობრივ სერვისებზე. საინტერესოა წარმატება ნებისმიერ წამოწყებაში, რაც მომხმარებელთან ურთიერთობას გაუმჯობესებს და მომსახურების ხარისხს აამაღლებს. მადლობა ბატონო გიორგი, იმედია მაყურებლის და თქვენი მომხმარებლის კითხვებზე ამომწურავი პასუხები გავეცით. მადლობა მაყურებელს დათმობილი დროისთვის, დაგველოდეთ შემდეგ ეპიზოდამდე.